იაგო, თქვენი ფრაქცია, თქვენი პარტია გირჩი რა პოზიციას აფიქსირებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით? მოგესალმებით, ხალბატონო ინგა, მოგესალმებით მოწვევისთვის. მე დავიწყებ პირველი საუბარს იმითი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ფაქტორს, როგორც ასეც. რატო შედის კონსტიტუციაში ცვლილებები, ხო? კონსტიტუცია არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, რა ყოველდღიურად რაღაცეები ხდებოდეს. კონსტიტუციაში ცვლილებები შედის ძალიან მაღალი კომპრომისის შედეგად, ანუ თითქმის ყველა პარტია რაღაცაზე უნდა თანხმდებოდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა იდგეს საჭიროება რაღაცა ცვლილებების. მოდი, მე არ დავიწყებ მანიპულირებას, ვის რა ჭირდება, ძალიან მარტივად შეგვიძლია ამის დადგენა. აი, გავაჩეროთ საქართველოს 100 მოქალაქე ქუჩაში და ვკითხოთ ჩამოთვალოს ასეული პრობლემების. აი, რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში. დამიჯერეთ, რომ აი ეს საკითხი, რომელსაც ქვია საფრთხე, რომ ჩვენთან შემოდიან რაღაცა ევროპელები, რომელიც ყრნიან თუ რაღაცა შვებიან და მათი ქორწინები უნდა ავკრძალოთ, ეს ასეულში ეს საკითხი ვერ მოხდება. ანუ ცხადი არის, რომ აქტუალობა ამ პრობლემას საზოგადოების მხრიდან, ლეგიტიმაცია ხალხის მხრიდან არ გააჩნია. მაშინ რატო არის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ასწრებენ, აგერ ბატონმა სანდრომ ბძანა, რომ მე მქონდა ეს იდეაო და დაასწრო ქართულმა ოცნებამ, ქართულმა ოცნებას ნათქვამი არ ქონდა, გამოვარდა ნაციონალური მოძრაობა და თქვა, რომ როგორ არ დავეთანხმებით ამ ბრწყინვალე იდეას, ნუ მე კიდე დაამატეს რაღაცები. ანუ რატომ არის ისეთ პრობლემას, რომელსაც საზოგადოებაში არანაირი დაინტერესება არავისგან არ აქვს, პოლიტიკოსები ერთმანეთს აკრავენ. გამოკითხვები ჩაატარეთ ამ შემთხვევაში, რომ თუ შეიძლება დავასრულო ეს არის. მოდით რა, ბატონო, მე თქვენ არ გაწყვეტილი წარმოპირებ ახლა. თუგიან საერთოდ არ ვილაპარაკებ. არა, თუ შეიძლება თქვენ მე გამიცხადოთ. არა, მე სპეციალურად დღეს ბევრი სტუმარი ყავს და არ მინდა რომ დებატებით ერთმანეთს წავართვათ დრო. არ შეიძლება ესე იმპერატიულად საუბარი ხალხის სახელით. არა, ძალიან მოდი, თუ შეიძლება ხალხს ათქმევინეთ ყორა და ხალხის მოსასწრად არ მოსულა რა, ხო? ისმენთ, არა, იაგო, არ ჩვენ არ გაგვიკეთებია ისეთი ფორმატი, რომ რაღაც პროვოკაცია მოგვეწყო. არა, პროვოკაცია ხო მესმის გავიგე. ანუ საუბარი არის რაზე? ხალხის მხრიდან ამას დაინტერესება არ არის. მე არ მინახია აქცია, მიტინგი ამასთან. ხალხი არ ღელავს ამ თემასთან დაკავშირებით, მაშინ რაშია საქმე? ანუ ვინ ღელავს? ღელავენ პოლიტიკოსები, რომელმაც ჩემზე კარგად და იმ ხალხზე უკეთესად იციან ამ საკითხის მნიშვნელობა არ მნიშვნელობის საკითხი. აი ამ ხალხს ახლა ბატონ სანდროზე არ ვიტყვი, იმიტომ რომ დიდი ხანი ამ თემაზე საუბრობს, მაგრამ ის ხალხი, ვინც დავინახე მე ტელევიზორში ამ თემაზე საუბრობდა, ზუსტად ვიცით, რომ იმ ხალხს დაცინის, ვისაც ამის ჯერა. ანუ ჩვენ ნახეთ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ თემაზე აკეთებდნენ დადებით კომენტარებს, ზოგიერთი საერთოდ ჩაეწერა, ხელიც მოაწერა კანონპროექტს, იმ რაღაცა მეც ვიყო ამ ხალხში, რომელიც აი ზურგს უკან დაცინის იმ ხალხს, ვისაც ამ ყველაფრის ჯერა. ანუ ჩვენ ვართ საყოველთაო ფარისევლობის ყველას არეხება ცხადია. როგორც თქვენ უწოდებთ, მაშინ თუ ფარისევლობას უწოდებთ, რა უცილებლობით არის ეს გამოწვეული? გეტყვით ახლა. ან მაგალითად, ამ კანონპროექტის მნიშვნელობა როგორ უნდა გავსინჯოთ. ანუ ხვალ როცა ამ კანონპროექტს მივიღებთ, რა შეიცვლება საქართველოს ერთი მოსახლეობისთვის? ერთი ადამიანი ვიპოვით თუ არა ჩვენ ერთ ადამიანს, რომელსაც ეს კანონპროექტი შეეხება. ამ კანონპროექტის მნიშვნელობა დაახლოებით იგივეა, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის. ხო, ყველას გულზე მოგვეფონება, რომ თქვათ, რომ აი მე ვითხოვ, ჩავწერო კონსტიტუციაში, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მაგრამ ამას ხო კონსტიტუციური სამართლებრივი მნიშვნელობა ამ წუთას არ ექნება. აი, ვიღაცას უბრალოდ გულზე მოხდება დადებითად. ახლა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ანუ ზოგიერთ შეიძლება მართლა ჯეროდეს, ამიტომ ყველასთან ამ სიტუაციას არ გამოვიყენებდი. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ყველას ესო არ ჯერა ფაქტია, ელაპარაკებიან ქართველ ხალხს თითქოს რაღაცა ისინი ზრუნავდნენ აბსტრაქტულ ქართველობაზე. როდესაც ამ ქართველობის უკან არ დგას არაფერი. აქ საუბარი იყო, ბატონ დიმიტრი საუბრობდა, რომ იცი ყველა კანონიო კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, ამიტომ კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთო. არასწორი განმარტება. მე იურისტი ვარ და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ განმარტებას ჩვენ თუ შევასრულებთ, საერთოდ სხვა კანონი არ დაგვჭირდება. ყველაფერი ჩავწეროთ კონსტიტუციაში. ანუ ეს არის ტყუილი ხალხი. გეკითხებათ ბატონი ძიმა. მაგ თქვენთან რა. მე მაინტერესებს დიდი ხანია გირჩი გახდით თქვენ და თქვენი ლიდერები? განა ისინი არ არიან იმ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მაგალითად ბატონი პალიკო კუბლაშვილი, რომელიც 2004 წლიდან 2007 წლამდე პალიკო კუბლაშვილის გარჩევა ხო არ არის? ახლა ჩვენ ერთი წუთი დამამთავრებინე დაგინდათ ეს დემაგოგიური ისა რა ქვია. კივილი ამ წუთას ვიხარით თქვენს მიერ წამოჭრილი პრობლემა. ერთი წუთი დამიგდეთ 22 შენიშვნა, 22 ცვლილება მოსახლეობაში გაქვთ მარტო 2004-დან 2007 წლამდე შეტანილი.
თქვენ როგორ ლაპარაკობთ კონსტიტუციური ცვლილებების მიზანში? არა, ძალიან დიდი ბოდიში ახლა მე მეუბნებით 2007 წლამდე კონსტიტუციის ცვლილებას, ძალიან დიდი ბოდიში ახლა ჩემთან ეგ არ გამოვა ლაპარაკი. ამ წუთას რეფორმირება მოახდინეთ. კარგით, კარგით. მე არ მინდა ძალიან თავად. ერთი წუთი დაასრულოს და გადმოვა. მე ლაპარაკოს ბატონმა. გისმენთ, არა, ძალიან არა. ერთი წუთით მე მიმხავს. საუბარი რაზე არის ახლა? საუბარი არის რაზე? თუ ჩვენ გვინდა ლაპარაკი 2000 რაღაცა 7 წლამდე რა პრობლემა შედგება კონსტიტუციაში, მე დავარ ამაზეც ვილაპარაკე. კარგი, ძალიან პრობლემა არ არის, მაგრამ თუ დღეს საუბრობთ ამ კონსტიტუციურ ცვლილებაზე, რაზეც არის საუბარი, ეს ამ პარლამენტის წევრების დაახლოებით 70%-ს თვითონ არ ჯერა ამ ცვლილებების საჭიროების. მაგრამ უნდა ლევან ვასაძემ თქვა რაღაცა თავისი რაღაცა დაესიზმრა, მე თქვა რომ ასე უნდა იყოს დაყენებული სახით, მე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩათვალა რომ ეს რაღაცა ესტაფეტა არ უნდა აიღოს ლევან ვასაძემ, ამიტომ აი ეს რაღაცა მადლობა. მე მინდა რომ ერთი